გუშინ ვნახეთ, რომ ნინო წილოსანი, ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ცდილობდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ბატონ წიქარიშვილისთვის, ამ ნათელი ადამიანისთვის, რომელიც რუსულ ნომრებიან მანქანას წინ აღუდგა რუსთაველის პროსპექტზე. ასევე გუშინ ვნახეთ, რომ რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი დააკავა ეგრეთ წოდებულმა პოლიციელებმა, მათ შორის ქალბატონი აზა გაგრიდან. უბრალოდ რეჟიმი ახალისებს საზიზღრობას, რა ადამიანობას, სიმდაბლეს. თუ შენ გააკეთებ აი ყველაზე უფრო უღირს საქციელს შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ, შენ მიიღებ უფრო კარგ სამსახურს, ახალ ტენდერს მოიგებ, პრემიებს და უამრავ ბენეფიტს ამ რეჟიმისგან და აი ამის გამო სრულიად შეგნებულად იქცევიან ეს გამყიდველები ასე და ეს ბუნებრივია ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ბრძოლა ბოლომდე ამ სამარცხვინო რუსების წინააღმდეგ აუცილებლად გავიმარჯვებთ.